ნონა გიუნაშვილი პროექტ ნიჭიერის 2012 წლის მესამე სეზონის გამარჯვებულია. დაიბადა და ცხოვრობს ქალაქ გორში. პროფესიით ფერმწერია და როგორც თვითონ გვითხრა, ხატვის ნიჭი ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა. მან საზოგადოების მოწონება ქვიშაზე ხატვით, განსაკუთრებით კი პატრიოტული მოტივებისა და საქართველოს ისტორიის ქვიშაზე გაცოცხლებით დაიმსახურა. ხალხმილოცავს როგორც საქართველოს დამდექშობა ხატავს. ხატვა ჩემთვის იყო ყველაფერი, ანუ ბავშვობიდან ხატავ, თუმცა ეს მიმართულება, ანუ ქვიშაზე ხატვა, სულ 3 წელია, ან ცოტაოდ ნომეტი 3 წელიწად-ნახევარი, რაც ამ დროის ჟანრით ვარ დაინტერესებული და რაღაცნაირად თითქოს ყველაზე კომფორტულად ამ მიმდინარეობაში ვიგრძენი თავი. ნონა გიუნაშვილმა დაამთავრა გორის სამხატვრო სკოლა და სამხატვრო სასწავლებელი. ქვიშაზე ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც თვითონ ამბობს, ხატვა განტვირთვისა და ემოციების გადმოცემის საშუალებას აძლევს. ნონა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხატვასაც ასწავლის. აღსანიშნავია, რომ ხატვარი ცაციაა და მისი ნახატებიც სწორედ მარცხენა ხელით იქმნება. ჩვენ ვიცით, ნონა ასევე რომ თანამშრომლობ ჩვენ ტელევიზიასთან, ერთსულოვნებასთან, გიმუშავია პროექტზე, აი რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა პროექტია ეს? დიახ, ალბათ თქვენ მაყურებელმა უკვე იცის, იმიტომ რომ შარშან დაიწყო ეს პროექტი, ჩემთვის ძალიან საფასხისმგებლო და სასიხარულო ამ პროექტში მუშაობა და ზოგადად ტელევიზიაში მუშაობა. პროექტი მოგვითხრობს წმინდანების ცხოვრებას, რომელსაც ქვიშაზე ნახატებით ქმნით. ახალი სეზონიდან განვაახლეთ პროექტი, გადავიღეთ 2 მიკროფილმი, 9 კოლაელი ყრმა და დიდმოწამე სუქია და 16 წამებული ქართველი დიდებული. დიდი მადლობა თქვენს და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ულოცავ დამდეგშობა ახალწელს. ხატვის მიერ ქვიშაზე შესრულებული ულამაზესი კომპოზიციები ადამიანს სულიერად ამაღლებს და ამასთანავე საშუალებას აძლევს დატკბეს ხელოვნების სრულყოფილებით.